მოგესალმებით თანამემულენო. დღესაც დისკუსიის დღე და გადავწყვიტეთ მე და ბატონმა მერალმა მოვიყოთ რაღაცამყონები ერთად წავიყვანოთ გადაცემა დისკუსიის თემასთან დაკავშირებით, ამიტომ როიტყვიან პირველი ნაბიჯების გავს როგორც წამყვანი ბატონი მერაბი და იმედია ყველაფერი ძალიან საინტერესო კითხვები და რესპონდენტებს მოიყვანს, როგორც შევთანხმდით. და პირველად როგორც წამყვანი ესე მიყავს დისკუსია და უკვე ორი სტუმარი მოვიყვანა ბატონმა მერაბმა, ეს არის ირაკლი გაგლიძე და ამირან მახალაძე. ძალიან საინტერესო პიროვნებები არიან, საინტერესო თემებთან დაკავშირებით და მინდა წარმატება გისურვოთ ბატონო მერაბ, როგორც წამყვანი და ყოველთვის ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესო თემები გაგიშერებინათ. ნამდვილად უღრმესი დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებამდე თქვენ ფიქრის შემდეგ მიხვედით, ესე იგი გარკვეული მოლოდინი გავჩენზე. კარგია თუ ამ მოლოდინს გავამართლებ, უკეთესი თუ გადავაჭარბებ ამ მოლოდინს და თავარი არის, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ. ესე იგი მისია ჩვენი გამარჯვების პლატფორმის საყოველთაო და საყოველთაო მშვიდობის დამყარება მთელ მსოფლიოში. ასეთი მისია რო გაქვს იმ ადამიანმა უნდა შეძლო და დადო შედეგი შეუძლებელი შესაძლებლად აქციო. ალგორითმი არის ასეთი, იგივე TV+-თანაც მქონდა რაღაცა გარკვეული შეხება ირაკლი და მე ვიყავით. ჩვენი ალგორითმი არის, რომ რამოდენიმე მიმართულებით ყველა ტელევიზიასთან მიუმშავროთ და კონკურენტული უნარი შევქმნათ და მე გვიჩვენებს ეს რომელი ტელევიზია არის სწორი. პირველი რაც შეკითხვა ქონდა ჩვენ რაც შევეკითხეთ ტელევიზიის მოგხიცეს იყო ხო არ არის აკრძალული თემები. მივიღეთ პასუხი, არა შეიძლება ყველაფერზე ვლაპარაკოთ. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ყველაფერზე ვლაპარაკობთ ტყვილი ენით და თავარი მეორე შეკითხვა, რომელიც გაგვიხარდა, ჩვენ ვართ სეპარტიული ორგანიზაცია, რომელიც აბსოლუტურად ეს იმას ნიშნავს, რომ პირადობს არ ვაყენებთ, ანუ საზოგადოებრივ ინტერესს ვაყენებთ წინ. და ყველაზე მთავარი იყო, რომ ვარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობას. ორი გზა არსებობს. ერთი გზა არსებობს, როდესაც შენ არ გინდა სატელიტი იყო და ეს გზა ირჩია. მეორე გზა არსებობს სატელიტების, რომლებსაც ჩვენ მთლიანად ვანგრევთ, რომელი გადაცემა იქნება ამის დასტური. აქ არ არის შემთხვევითი ხალხი მოწვეული. ბატონი ამირან მახალაძე, რომელიც თავის დროზე იყო ნოდარ ნათაძის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ნოდარ ნათაძე როგორც მოაზროვნე ადამიანი განათლებული ეჭვს არავის არ დაუყენებიან, თავარი გააკეთა წასვლისას, აღიარებით წავიდა ამ ქვეყნიდან და ის მაინც ყოველ შემთხვევაში ქართველების სკოლაში ზის ადამიანი ამირან მახალაძე, რომელსაც ნოდარ ნათაძემ კოტე მახალაძემ და ბევრმა საქართველოში უწოდეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და თვითონ თავის გამოსვლაში დარწმუნდებით. რაც შეეხება ირაკლი გაგლიძეს, მე აქტუალებული ვარ იმ ნაშრომით, ეს მიმართვა ქართველ ერს, ეს ნაშრომი მე ბოლომდე რო წავიკითხავ, ჩვენი გადაცემა ძალიან საინტერესო იქნება შემდგომში, იმიტომ რომ ეს ფაქტიურად არის ბესტსელერი, ეს უნდა დაიბიშტოს, აქ არის ყველაფერი მოყოლებული ამ ვაკეში და მარტო ერთ მომენტს ვიტყვი, რომ ვაკელებს ეუბნება იმის გამო, რომ ვაკეში ჩამოზარდით თქვენ სულიერად და გონებრივად დაანგრიეთ, ესე იგი ქართული ცნობიერება დაანგრიეთ მეზობლად, დაანგრიეთ ყველაფერი, მე რომ მეზობლისთვის მეჩვენა, ჩემი მეუღლე გამეყრებოდა და ყველა. ძალიან საინტერესო გადაცემა გვაქვს, მინდა პირველ რიგში მიმართო თეიმურა შაშიაშვილს ედო ესეთი პოსტი, სადაც ის წერდა ქართველიშვილზე და მის პოზიციას აკეთებდა, ჩვენ ძალიან დიდი შეხვედრა ჰქონდა ურამ მაკაცარიასთან, სპიკერთან, ფაქტიურად ეს არის საქართველოს სკანდია. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ამან ორი აზრი არსებობს, ეროვნულები ყველა ეთანხმება მას. ფაქტია, რომ იმას როცა მოყავს გროზნოს ისა, რომ ამბობს დე იურე ჩვენ ვარ და დანარჩენი დე ფაქტოა, ეს ფაქტია.
მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ესე იგი, როდესაც ლაპარაკობს რომ ბოიკოტს უცხადებ არჩევნებს, აქ ცოტა გავშალეთ ეს თემა, როცა შევეხეთ და უთხარით, რომ განდის ფორმულა აუცილებლად ასამოქმედებელი იქნება თავის დროზე, ვინაიდან რეზიდენტულად ვიმართებით 40 კილომეტრში ჯარი დგას, ეს ხელისუფლება წინას რომ ჯობია ფაქტია, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჩვენ არ ავმოქმედოთ ილიასეული არსებული ელიტის დასისხვილების ზუსტი მექანიზმი და ძალიან დიდი მექანიზმი, იმიტომ რომ ფაქტიურად ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ ასეთ პირობებში ვიღუპებით და ერი მიდის და თვითონ ეს პროცესი წარმოშობს ახალი პოლიტიკოსების წარმოშობას. მინდა დაიწყოს ეს გამოსვლა ირაკლი გარდიცემ, რატო ახსენე ქართველიშვილის პოზიცია არის ისეთი, რომ იგივე გურამის პოზიციაა. ყოველ შემთხვევაში ის რომ ლაპარაკობს იგივე განდის პოზიციით გამოდის, თემურიც მას მიემხრო, მაგრამ მე დავწერე რომ ყველა უნდა გავხდეთ გურამ ქართველიშვილი და ყველა უნდა შევიმართეთ ამ ძალიან დიდ ცენს, რომელსაც ჩვენ დავაკვირდით და რომელსაც ჩვენ ვიტყვი. და მე ვთქვი ესეთი რაღაცა, აღიარებით მოვედი, შემცვა ბოლომდე ჩემში მოხდა ეს თემა, რომ ვთქვი, რომ ის ხალხი ვის იბრძოდა ჩემი შვილებისთვის, ჩემი ქვეყნისთვის, რატომ მანამდე ვერ დავდეგი მათ გვერდით. და ეს ახლა იმ დონეზე მოვიდა ჩემთან, რომ როცა ესენი თავის გაჭირებას მიყვებიან, მას ძალიან განვიცდი, მე დაჭრილი იერებს გავარ და თვითონაც ამას ხედავენ და ჩვენ შორის ჩამოყალიბდა ის, რომ ზუსტად არაფერი არ იქნება გარდა ეს განხარებისა და სიტყვა, ერთი გამოხედვა, ერთი შერადობა, ერთი საქმეა, ერთი და ხალხი მიხდება. ლაპარაკი რაზე რაც დავწერე, ისე იმას გავაკეთებ. ქართველი, რომელსაც სიკვდილის ეშინია არა ქართველი, ქართველს, რომელსაც დღევანდელი მანკურტული აზროვნების არწმენია, ეს ქართველი არა. აი ეს ყველაფერი რო გაკეთდეს, საჭიროა რომ მოხდეთ ჭეშმარიტ ქართველთა ერთობა. აი აქ ჩვენ ვიკვეთებით აბსოლუტურად სხვადასხვა სახეებია, მაგრამ როგორ დავაფუძნოთ ძალიან დიდი რაღაცა და ეს ხვალ დღეს წდება, ხვალდაზე, ალბათ ხვალ სავარაუდოდ, აი გუჯანაზე საკითხი მიმართვას გავაკეთებ და ჩვენ თავადად დავაფუძნებთ საყოველთაობო მშვიდობის მსოფლიო ცენტრს ქუთაისში, სიყვარულის ქალაქში. მინდა ამ ჭეშმარიტ ქართველთან დაკავშირებით რა არის რასთან გვაქვს საქმე, ამაზე ვთხოვო სიტყვა ირაკლი გაგნიძეს ხერსების ადამიანს, ლაზარე ახმედიანმა მითხრა, რომ ეს გლეხი კაცი არის, ეს ჩემს ენაზე ლაპარაკობს, ხო? ლაზარე ახმედიანი, რომელსაც ესე იგი არ გააჩნია დაუშვათ იქ სასწაული განათლება, მაგრამ არის დოსტოევსკის ფიგურა, საგიჟეთში დააწვინეს, ჩაუხიეს ხმა, კაცი, რომელსაც როცა დაქორწინდა 1200 კაციანი სუფრა გადაუხადა, მეუღლე მოუხდა, შვილები ემიგრაციაში ყავს, კაცი, რომელსაც ახლა ქონება უნდა დაუბრუნონ და კაცი ბევრი რაღაცას უნდა თუნდაც არის, აი ამ კაცმა გუში წინ წარადგინა ჩემ წინაშე მაქსიმე რუსი, რომელმაც მითხრა, რომ ბევრჯერ მოусმინეს შენს გამოსვლას მიმართას უკრაინელი რუსების მიმართ მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაფერმა ამან რომ იმოქმედოს, ჩვენ საქართველოში უნდა შევქმნათ ძალიან ძლიერი ერთობა, სადაც გამოჩნდება, რომ იმ პირობებში თემურიდასაც ხალხი არ ენდობა არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, უნდა შევქმნათ დობის პლატფორმა, ამ დობის პლატფორმის ირგვლივ უნდა გავაერთიანოთ მსოფლიოს, კავკასიის ყველა გიგანტურად მოაზროვნე ადამიანები, დავიწყოთ უნდა ერის შეკვრა და უნდა მივახციოთ იმას, რომ ერთ დღეს მოხდეს ქართველთა დღეს ირაკლი ხო პირდაპირ ახლა გამოვაცხადებო, შევზადება უნდა ქართველთა შერიგება. ეს ნიშნავს უფალთან ზურგი დგომი ეპოქის დამარცხებას, უკუნეთში ქართული სასწაული იქნება სამთის ტოლპასი და დამანგრეველი, ეს ნიშნავს უმცირესობის უმრავლესობას, გოგინის დამთავრებას. თქვენ ნახავთ ქუთაისში რამაზ ჩაჩებაიას გამოსვლას, რომელიც უდიდესი წინადადებით გამოდის, ეს არის წინადადება, ესე იგი მსოფლიო ერთიანდება თავის უფლებების დასაცავად, სადაც მსოფლიოში 1% გოგინებს 99%-ზე. მე მოხარული ვარ, რომ ირაკლი გაგნიძის ნაშრომი წავიკითხე, მაგრამ დღეს ახლა რასაც ის მოასწრებს და რახაც ლაპარაკებს, თქვენ დარწმუნდებით, რომ მისი სახით ლაპარაკობს ადამიანი, რომელსაც შეუძლია სასწაული გააკეთოს არაფერს არ ლაპარაკობს რევასტოდრიაზე, ბოლოს ვითხრობ ყველაფერს, რა დიდ საქმეს და გვაქვს ვიტყოდი. შეშვალე ქართულთან დაკავშირებით. მეგობრებო, მეფერი ხარის კაცახნავს თქვენიათ ეს, იმიტომ მართლა პირდაპირ გაგებით კი არის
ვერ არის, მაგრამ იქ ქაში არის ცოდნა და განოცდილება ცხოვრების. ეხლა რაც ბატონო ვერ მოგძანა, აი იცით რა არის აჟიოლექს, იმიტომ 90 წელს მაგ დაწერილი ის მიმართონ ქართული ხალხის მიმართ. ერთი არ მოგატყუეთ, 200 კაცმა მაინც გადაბეჭდა და წაიღო. არავის ასე ღმად ვერ წაიკითხა, არ წაიკითხა, ვერ შეიქმნა და ვერ დადო ქართველთა განჯის მაგიდაზე, რო უთხრა როგორი და რა არის და საერთოდ ვერ ჩარდა, მაგრამ ის ჩემი დაწერილია და სიმაღლე გითხრათ მე მაქვს ერთი ხუჭელა წაკითხული და კიდევ მიყვის რამ დამაწერია. რამ და უფალმა ჩემო გარდა. 78 წელში სუპატარა ბიჭი ვიყავები და ჩვენთან ჩემ სახლში პირველ სართულზე შეიქმნა ორგანიზაცია აი ეს რას ფუძა და ჭეშმარიტი ქართველები. ამ პატარა ბიჭებმა ფიცი დავდეთ სამშობლოს ერთხილების და სიყვარულის ვაკელებმა თქო რომ სულ ყავის მსველ ვაკელებს ეძახით. აი ეს ბიჭები კუსპას რო გახედავთ იქ დედა ის თუ არ იქ ყველა ტყავილი ახლართული ქონდა და ყველგან შტაბები და ის ქონდა თავშესაფრები გაკეთებული. ჩვენი ვაჟკაცობა ვაკეში მაშინ იწყებოდა როცა 14 წლის ასაკში შეგეძლო მარტო ვაკის პარკი ნასულიყავი კუსტვაზე გადაგეცურა და მარტოს და იქ გვირაბი იქნა გასულიყავი და მეორე მხარეს დაყრდნილი ბიჭები აკოცებდნენ და კეთებული ვაჟკაცი ხარ ვაკელი ხარ ძმაო. ამას ვიყიდა ვაკელობა და არა ხუთად მოკეცილი რომ ჩაუვიდებიან და სიცხვილეა ვიღაცა თქვენები გასწავლათ და ვისაც მაგითი გზა გაეხსნა და ახლა კიდევ ისეთი ამ უხეირო მთავრობებს და პროკურატურას და მილიციას დაემატა დამატებითი მაგათი სპეცლაზმი ნარკომანებისა და ქურდების საშუალებით, რომლებიც უბნებში გაუშვეს ხალხის ტერორობა თუ რა ვიცი. ეს მე ამ ბიჭებთან ბევრს ვიცნობ და სიმართლე გითხრათ გულით და სულით მეწოდებიან. ცოდვები არიან. მეც მქონდა ეგეთი შემთხვევა, მეც ვაკელი ვარ და როცა ის მოხდა რომ შევატყვერო უკვე განათების გზაზე ვიყავი, თავისუფალ დროს რომ ნახავდი, წავიდოდი ავჭალაში ნაკვეთი მქონდა ბიძაჩი წვენა და ვეხმარებოდი მათ. გამო სახში მე ბიჭებს ვეუბნებოდი, ახლა სხვაგან მივიდივარ საკეებოდ, მაგრამ აი ესე გავძურებოდი ხოლმე და გადავარჩინე თავი რო იტყვია. და შემდეგ რო უკვე ძალიან მართლა შეუბერე რო იტყვიან, აი დიდი კამანდა გახდა ჩვენი როდბიჭები და ამიტომ კიდე ჩემინებით მე ინსტიტუტში მოწყობილი ვიყავი წავედი ჯარში, იმიტომ რომ მართლა ოჯახის ხატრი ხოდა და სამშობლოს სიყვარული მძალავდა და მინდოდა რაღაცა ქვეყნისთვის გამეკეთებინა. თორე ქუჩა პოლიცია რაღაც არასწორ მიმართულებას გვაძლევდა. როცა საჭირო იყო ფულსაც რაღაცა გამოგვინახავდნენ, როცა საჭირო იყო მთელი შმატოკი პლანი მოქონდა, მაგრამ აი ჭკვიანმა და ცოტა ნორმალურმა ბიჭებმა ამ საკითხს ცოტა გვერდი აუვარეს, მაგრამ დღეს რო ხედავ მე რაც ხდება, ეს არის საკუთარი ერის ღალატი. მე მინდა მოგმართოთ თქვენ ჩემო კარგებო, თავრობის წარმომადგენლები. რა საკითხი ხარ? არა ცხვები. ასე ერის ჯერ მიაჩვიეთ ამ ნებადართეთ ამ პლანის იმაზე. ახლა აგზავნეთ, ესე იგი მიაჩვიეთ, ვერ და ახლა სანადირო მოსანადირებელი კურთხლები გაამარავეთ თუ რა არის თქვენი საქციელი. და რა არის სასამართლო რომელიც? სასამართლო ჩაატარეთ ყველა უბანში გაწყდება უბნეთა ამხანაგობის თავმჯდომარეები და ამხანაგობები რომ გაიხადეთ იმას შესტიორკებად და არაფერს რო არ აკეთებენ ხალხისთვის და მარტო იმის წერია რომ ჩამშვები და რაღაცა მეზობელმა წაართვას და აი ბუნტი რო შეგაქრა. მე გითხარით თქვენ წინა იმაზე და ახლაც გეუბნები. გამგეობები, ამხანაგობები, ეს ყველაფერი შექმნილია ქართული ჭამია ქართველების გამოსაყვალად ჩემო კარგებო. ისინი გამოყავთ ქართველი ჭამიები და რომელიც მაგრა დაჭამს უბანში და მეორეს გაამწრებს ბექონებას წაახავს და ფულს თქვენ მოგიტანთ, აი ის კაცი უკვე წაიყვანენ და დაიმოისვავენ გვერდზე იქ აღმასრულებელ კომიტეტში რო იტყვიან. შემდეგ მეორეს აარჩევენ, შემდეგ მესამეს და ასე გაგრძელდება ეს ყველაფერი. ეს რო არ მოხდეს ჩვენ კი ისტორიული მოსამართლე იქ ყველა გაიხიდება. თქვენ იმდენი ფული გაქვთ ყველას იყიდით. უხიდავი არ დარჩება, ერთადერთი არ გაიყიდება
გვარი და გვარიშვილობა. საგვარეულო კავშირები იმიტომ შეიქმნა იმ წლებში, რომ ეს იყო მთავარი. როცა ჩვენ უბანში, როგორც საერთო ჩვენი ძველი ტრადიცია იყო, უბანში, სოფელში, უბანში საპატრიციო პიროვნებას ირჩევდნენ თავკაცად, რომელსაც პირველ რიგში ოჯახი ენდობოდა, მერე გვარი ენდობოდა და მერე სამეზობლო ენდობოდა. ზუსტად ამ პრინციპით გვინდა გვარიშვილების ჩამოვაყალიბეთ ჩვენ 99 წელში ბონო გაგრიძესთან, ზურა კაფიანიძესთან, ლევან პრუიძესთან, მარინა წერეთელთან და ეს ხალხი დავჯექით და მათ პრინციპით შევქმნით ეს გვარიშვილობა, რომ მოუსყიდავი და თან ზურგამაგრებული ქართველები აგვერჩია სამთავრობო სტრუქტურებში. ზურგამაგრებული იმიტომ, რომ როდესაც შენ გაძლევს გვარიშვილობიდან მთელი გვარი რეკომენდაციას, შენ უკვე ხარ მაგალითად ჩვენ უბნიდან, ჩემ უბანში ვაკეში ცხოვრობს, მაგალითად 20 ოჯახი გაგდიდეთ ჩემი მოგვარი. ხო? ჩვენ 20 ოჯახი ვაკელი გაგდიდეთ და წარმოვადგინეთ გამოუშვით მაგალითად გიორგი გაგდიძეს უკვე, მაგრამ ჩვენ გაგდიძები ვართ საქართველოს ყველა კუთხეში. 134 ადგილზე ცხოვრობენ საქართველოში. ყველა უბანში გაგდიძების საგვარეულო კავშირის საინტერესო ჯგუფის უფროსი ყავს და თავკაცი და აი უკავშირდებით იმას და უგეუბნებით, რომ აი ამ უბნიდან ჩვენგან არის რეკომენდირებული ესა და ეს კაცი და ხარს თუ უჭერ ყველა მიზანის წერილობით და სიტყვებობას უჭერთ ხარს. ამ დროს გამოდის, რომ 12000 არის გაგდიძების და 12000 კაცი უჭერს ხარს, მაგრამ აი ამ უბნის გვარიშვილობაში, რომელშიც 12 ის არის უჯრედი. ამ 12 უჯრედში 12 ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარია უბანში ჩამჯდარი და გაგდიძის მიერ წამოყენებული კანდიდატურას უჭერს ეს 12-ვე გვარი. და ამ ხელაწევით იცის ამ პიროვნებამ, რომ ეს უკვე არჩეულია 12 გვარის მიერ, ამ 12 გვარს კიდევ თავიანთი უჯრედები აქვს რეგიონებში და გამოდის 225 გვარი უჭერს ხარს ერთ კანდიდატურას უზენაეს სასამართლოში იქნება, პარლამენტში იქნება თუ სადაც თუ და დირექტორად დიდი წარმოების. აი ეს ისეთი რამეა, რომ აი იმიტომ რომ ჩვენ თქვენ ყველას იგივით კაც მაგას რა თქმა უნდა ყავი გავიძვრეთ მე ვარში, რომ რაღაცა მეყიდა ტრაქტორი და ესეთი ავიღეს ეს რაღაცები, რომ რაღაცას მიაღწევს მეთქი და 2 წლის მერე ჩავედის დარწმუნებული შეხვდა რა იყო აღარ მინდაო წაიყვანეს გაყიდე მომოცილე თავიდან რომ ამხელა პატივი ეციო ვალი დაიდეო და შენთვის ვეღარ ვიცია პატივიო ხარ ის მოვა სოფლის თავკაციო ხარის მოვა და იმან წაიღო წავიღო ჩემთვის და შენთვის აღრაფერი არ ჩემოო და აი ესეთი პრინციპია მუხტამ ჭამილები ბევრი გყავთ მაგრამ შრომელი ცოტა გყავთ ამიტომ გვარიშვილობის საკითხი დასაყენებელი სასწრაფო და მე ამ გვარიშვილობას მოსდევს თავისი პროექტები ჩვენ ამ გვარიშვილობის პროექტა მქონდა აი საგვარეულო კავშირის ტურისტული მარშრუტები ერქვა მაგას გაგდიძეების სტუმარი, ჯოხაძეების სტუმარი და აი სადაც ეს ხალხი ცხოვრობდა მაისურაძე აი იმ პერიოდში იქ ვატარებდი იქ რამოდენიმე სოფელი უყავდა ჩვენ ასე დათქული სადაც იმ სახლებს ძველ სახლებს ვარემონტებდით და ღებული უნდა მიგვეღო ეს ტურისტები და ჩვენ აი ის რო არის ზუმგადო რო უკრავს რა ქვია იმას ის რომ მოვიდა ჩვენთან მაშინ აი ესე რაღაც უნდა გავაკეთო რა რეგიონებში უნდა და მაშინ უთხარ მოდი აი ამ პროექტში ერთად ჩავერთოთ და წავიდა და აგერ იქ კი არავიდა სოფელში რომ შეგვენარჩუნებინა ის მომღერლები და ის მოცეკვავები და სოფლის გაგვეცოცხლებინა აგერ მოვიდა პუსტვაზე და მუზეუმი იქ გამართა ეს კონცერტი იქიდან ჩამოიყვანა ხალხი კიდე არი ამროსია და აქ ჩართო რაღაცები და ის თითოეულ რაღაცი ვინც სოფელში ყავდა რომ სიმღერა და სოკო უნდა ესწავლე ისინი აქ დარჩნენ ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია ჩემო კარგებო. და გვარიშვილობის პრინციპით ჩვენ მივახცევთ იმას, რომ ამ კაცს ეკნება ზურგი. არ შეეშინება. ეს არ არის არც მიძინას დანიშნული უნდა იყოს, არც შევარდნადეს. აი ეს უნდა იყოს გვარის მერეშვა და გვარის წინაშე უნდა იყოს და თელი საქართველოს გვარები უნდა უჭირდეს ხარს. და აი აქ აქვს მაგის ანკეტა, სადაც ისიც წერია ისი ფიცი და წერია თუ როგორ უნდა მოხდეს
ერთი წამით უჩაგეთო შეიძლება აი თქვა ესეთი რაღაცა ოქროს დაავადებული და ვერ მოიტანაო და მაშინ მეუთხარი რომ ყოველთვის ხერხია მთავარია ცხენი ვერ გაწყვეტა ვიღაცა ნახარო აშტილის შეიძლება შემოუყურება გასხდა აი როდესაც ეს სასწაული რაღაცა ანუ ჩვენ ერთ საიტს რო ვაკეთებ ფაქტიურად ეს ნიშნავს რომ ვაჟობა ქაოსური იყო ჩეკმას ეკოლოგიურ დარღვევაში და ნამგალს ეკოლოგიურ თემაზე როდესაც ქარვასლა შექმნა სალაჯიშვილმა და სხვებმა პირველი და გამყიდველი ერთ საიტში მოსული ამ საიტის მოდერატორი უკავშირდება კვარტაკავშირს და სუფული წესი და ესენი შეივსება კითხვა რეპლიკა დალევა არ იქნება ეს ისეთი დალევის სუფული წესი მერე ეს ყველაფერი კონფერენციებში გადაიზრდება და ჩვენ ნახავთ რა ხელა დიდი რაღაცა არის ეს ჭეშმარიტი ქართული ზაქედა და როდესაც აქ ირაკლი ბრძანა პირველი ჩემი ისა თანაწამო 1000-ში არ უნდა გადავარდე, მაგრამ თქვა რომ რამხელა ესე იგი გვარიდან ზურგი იქნება ფაქტურად პასუხისმგებლობაც იქნება. უდიდესი პასუხისმგებლობა. გვარის წინაშე აგებს პასუხს. გვარს მოსდევს თავის მეუღლის გვარ და თავის თელი უბნის გვარების იმაში გაწესდა. გვარი მაგდა უბნის მე როგორ მესმის და როგორ ესმის იმ კონტენტუატორებს და პროგრამისტების ხელმძღვანელს რამაჩაჩიმაიას და სასწაულად მიზნები დამკუთხედ და ძალიან დიდ რაღაცებზე გავდივართ სინამდვილეში ასეა მე დავიწყებათ ხავს გავაგზავნეთ თორემ ეს დავიწყებათ არა უბრალოდ მინდა ერთი რაღაცა თქვა ბოდის გიხდი თქვა რომ იქ ამომრჩეველი ფაქტიურად ესე იგი უკვე გავედით იმდენზე რომ ამომრჩეველი იმ სოფლიოში 1%-ს აქვს 99% დამონებული ამ უფლებებზეა და ეს დარბაზები და ეს ამომრჩეველი ქმნიან იმ მოდელს, რასაც ვილაპარაკობ, რომ გავხდეთ ალტერნატიული ძალა, რომელსაც ხალხი მიიღება ბოლოს. და ეს გვარფასით მიდე, რატო დაგჭირდება ჩვენ გვარიშვილების საკითხი. მე პირადად როგორ მოვხდი მეროვნებაში, როდესაც არაბეთთან ჩამოვედი სამწელი მუშაობდი. მოვედი მერაბის ეზოში და უსმენდი ახლა პატრიოტი ვიყავი თავიდან და 68 წლიდან ორგანიზაცია ჰქონდა შექმნილი და ერთ დღეს დამინახა მერაბი მიყურებს შორიდან გამიკვირდა, იმიტომ რომ პირველი მისული ვიყავი და არ მაცილდა თავს. მეორე დღეს, არა, მესამე დღეს მივედი კიდე მიტინგი იყო და რომ მორჩა მიტინგი მოვიდა თვითონ და ჩავმართვა ხელი და მერაბი და მეუთხარი ირაკლი მეთქი და ირაკლი მეუთხარი ხელია უკანკარდა კაც. რაღაცა ეს მომეხუტასა მეთქი რა ხდება. ბოლოს ძალიან დავმეგობრდი და გაიყვა ყველაფერი მაშინ თუცად არ გავხდებოდი არ მეგობრობ რატომ მეთქი მოთხარა ჯერ ხო ძალიან გავხარო ჩემთვის და იმასაც ხო ირაკლი ქვიოდა და რომ დამინახა და მე გვერდან არ მომიცილა მაშინ ჭირდებოდა ეროვნულ მოძრაობას თანხებიც ჭირდებოდა მანქანაც მე სულ ახალი მანქანა ჩამოვიყვანე თანხებიც ჰქონდა გარკვეული რაოდენობა და არ მომცილები ვარ გვერდან რაც ჩვენ ვიბინეთ ამ სვანების სახლების გულისთვის და სად არ დავდიოდით და ვიყავით რაჭაში ჩემს სოფელში ის წყალდიდობა რო იყო ვიყავით შქმერშიც ვიყავით ნუ ყველგან ვიყავით რა და მოვიარეთ და გვერდიდან არ მიცილებდა ეს კაცი და რა არის თქმა როდესაც გავაცანე ეს პროექტი მე გავხსნათ როდის დავიწყოთ ეს თავიდან რომ უნდა გავაცანე სხვადასხვა და გავხსნათ ბატონო ერთს კიდევ წავალ მეთქი რა რომ იემენში მეთქი და იქ საბატონო მოქალაქე ვარ როგორც მე დაჯილდოებული და უბრალოდ ხელფასის ნორმალური მექნება და ჩამოვალ და მე მივხვდი და ვერცად ვერ წახავ რომ მეთქი ისეთი შენ ახლა ქვეყანაში ჭიდები და საბჭოში ჭიდები და ის იყო ჩემთვის იქ ჩინენდები მომიმატეს აი ესე მესიამოვნო რომ არსად დაწყავარ მოთხარი თუ ქვეყანაში და მაგრამ მე კი დავჭირა თვითონ მერაბის დაატოვებია ჩვენი საქართველო და აი ეს ერთხელ კიდევ მინდა გითხრათ თქვენ თავის წარმატებით მე თქვენი მესმის აი რატო მესმის ჩემ თვალის წინახად გაზრდილები თითქმის უმეტესობა და გიცნოთ ვაკელი კაცი ვარ თქვენი თავარი დევიზით ვიცი ყველა რომ ამბობთ და რაღაცაზე რომ ვიტყოდი მე და აუ არ თქვა მაგ ინიციატივა ნაკაზუება დაჟჯადიაო ინიციატივა ესე იგი მონური მორჩილებიდან დახართ ვარჯობიდან გაზრდილი მშობლების მიერ ახლობლების მიერ და თქვენი კეთი მოსურნეების მიერ რომელსაც მე საცხოვრებლის კიბეებზე უნდა აგიყვანოთ აყავდით თქვენ და
აი მონომორჩილებას მე თქვენი საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება ვერ დააგროვეთ, თუნდაც უბანში როგორ უნდა ყოფილიყავი ბიჭებთან, თუნდაც სანადიროდ რომ მიდიოდი როგორ უნდა გენადინა და გაგეკონება, ან სათევზაოდ რომ მიდიოდი როგორ უნდა გადაგეწურა წყალი, როგორ უნდა გაგეკეთებია, როგორ სადრა უნდა მიგეტანა, რითი უნდა დაგენაჭა ის წყალი თუ რა. აი ყველაფერი, აი წყალს რო გადაწურა, ვიქ შენ ინჟინერობაში მე მიხვდები რომ სანამ ჰიდროლოგიურ საკითხებს ვწვიდა, უკვე რაღაცას გონებას ავითარებდი. აი თქვენ არაფერი ჩუბი იყო, თამაში იყო, ეს თქვენ მოკლებული გან. თქვენი აქტივისტი, ინიციატორი არ იყავით, თქვენ იყავით გეტყოდენ, გააკეთებდით და დღესაც ასე დღეში ხარ. თქვენ ხალხს არ უსმენთ და ვინც რას გეტყვით, ის უკვე და ვინც ფულს მოხდეს, ის თავის ჭკუას გააკეთებს. მოდით და სულ ხებზე კიდევ ტერიტორიობა თქვენს მიერ დაფინანსებული და ვითომ მეგობრებს. თქვენ კიდევ ერთი ნაკს ვერ ამხილეთ, რომ ძალიან ფახში და საქართველოში გადაკეთებული გვარები და იმ გვარის ქვეყნის ინტერესების დაცვა, ვისი გვარისაც იყავით. თქვენ უფალმა მოგცათ ერთი საუკეთესო გამოცდა ჩავიტარეთ, რომ მოგცათ საშუალება იყო ორი ერის საამაყო შვილები, რომ დავჭამოთ ერთმანეთს, არა ჩემი და თქვენ თუ თვითონ არ გაიცნეთ მისას და არ გახდებით ამ ორი ერის საინტერესო თემაა და მოდით მივყვეთ თან, იმიტომ რომ ჩვენი ახალი თანაწამყვანი ცოტა შემოვიღოთ ისე რომ ყველას გქონდეთ რომ იბატონო თუ არ მალაპარაკებს არა მალაპარაკებს თემა ძალიან საინტერესოა, როცა გვარიშვილობაზე მიდგება, ჩვენ არაერთი გადაცემა გქონდა ამ თემაზე საუბარი. ბატონმა ირაკლიმ წარმოადგინა თავის პროექტი. ეს ძალიან კარგი პროექტი არის, ნამდვილად ესეთი პროექტია, რომ ამას ძალიან დაფიქრებაც უნდა და გააზრებაც უნდა, იმიტომ რომ როგორ შეიძლება განხორციელდეს, რა შეიძლება ამას ერთი გადაცემა ჩვენ მარტო გავაკეთეთ, ტაიმერი ახლა არაფერს ვასვაპირებთ. ზუსტად მე მინდა რომ რახან ისე დაბანაზდა რომ უკვე ქართველი სხვაერებზე ნაკლებია საქართველოში, მე ყველას მოუწოდებ იმ გვარ გადაკეთებული, ყველა დავიდგეს გვერდში, გადასარჩენად. ამდენად ჩვენ ვერ თქვენ დაგიდეთ გვერდში და უზარმაზარი თემაა, აბსოლუტურად. ეს თემა ძალიან საინტერესოა. კომენტარებში ნახავთ ალბათ რა სასწავლო დამოკიდებული ამ თემას შეიძლება ცოტა ირაკის გამოსვლისას მინდა შევიხმიო, რომ მომეწონა ძალიან თვითონ ეს ადამიანი, როცა შევხედე, დარწმუნებული ვარ, პედაგოგებს გაახარებს მათი წუხილი, იქნება მისი წუხილი, როცა ახალი განათლების მინისტრი რა მომეწონა გეტყვით, ადამიანს არ ვიცნობ რა მომეწონა, როცა განათლების მინისტრი მისი შემართება უფრო ყოფილიყო ერის ცნობიერების შესვლაზე ვფიქრობ, მაგრამ როგორ ხდება იცი, აი ამ ადამიანს ეთქვა რომ კარგი ადამიანია, მაგრამ თვითონ ეს რესურს ცენტრები და თვითონ განათლების სისტემა კომპლექტდება, რაც თქვა ირაკლიმ იმ პრინციპით, რომ ძლიერების სათავეში ნეპოტიზმით ინიშნება, ის შეიძლება კარგი იყოს, უცდი იყოს, მაგრამ დამოკიდებული ფიგურა ვერ ხდება და ამ შემთხვევაში მთლიანი განათლების სისტემა კრახს განიცდის და ეს არის ყველაზე დიდი საშინელება, მაგრამ ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ, რომ რა გვინდა, რას გვინდა მივახციოთ და როგორი სახელმწიფო უნდა გქონდეს, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ეს იყოს მონოლითურად, სისტემურად დასაბუთებული და ნოდარ-ნოდარზე ახლა ადამიანს ისე არ უწოდებდა სახელმწიფო მოაზროვნეს. ამ საკითხთან დაკავშირებით მე შევახვედრე ლევას ლოტრიას და მას ჰქონდა სასწაული, ესე იგი შეხვედრა ამბობს, რომ აი 1.900.000 ესე იგი ხელმოწერები შეგროვდა, აკაკი ჯორჯაძემ შეძლო ჩამოეხალიფებინა თავის კურსი, შენ რატო იმეორებ ანალოგს, რატომ არ აკეთებ იმას, მე ვარ აკაკი ჯორჯაძემ მიპასუხე, მე აი ამ ნახეს სასწაული თვისება ბატონი ამერანის, რომ ცდილობა და ეთიკა და თავაზიანობა დააცალა სიტყვა, ყველაფერი რაც თქვა გულიდან ამოსული თქვა, მე ეს ყველაფერი შემოატრიალა, რევას ლოტრიამ და თქვა, მიახლა ვარ ესე იგი ფაქტურად შალვა კაჭარავა
და აქ ყველაფერი, როდესაც მე დავუსვი შეკითხვა და ესმოდა, რომ ირაკლი გაგნიძე არის ის, რომელსაც ყველაფერი ეს საქართველოს ტიტანური მოაზროვნები მოყავს მოქმედებაში და ის, რასაც ქუთაისში ვაკეთებ, ყველა ტიტანური მოაზროვნები შემოგვიერთდება და ფაქტიურად მიდის საქმე იქითკენ, რომ გადაღებული იქნება საქართველოსზე მოსული სიტყვის ამ ყველა ნაზრევების ყველაზე ნახვადი და ყველაზე ესე იგი ძლიერი ფილმი, როგორ შევიცვალო საზღვრები. მარტო საქართველოში ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ თვითონ ამ ირაკლის მიმართვას რო წაიკითხავით, ისეთი რაღაცები წერია, რომ ვერ გავუშვებ ამას ხელიდან, ის ბუნებისკენ ადამიანების შემოქმედება, თავთავზე როცა თქვა, რომ დახილი რო არის, დავდაბალი ის არის, ის ვისაც ვინ უნდა მოусმინოთ, მაგრამ თვითონ ეს ფაქტი, რასაც ახლა ბატონი ამერანი გააჟღერებს იმასთან დაკავშირებით, სადაგვაქვს ჩვენ მინუსები და როგორ გავასწოროთ ეს პლუსები, დარწმუნებული ვარ, რომ მაის ბოლოდინ რომელიც ჩემზე ჰქონდა, მე ეს გავამართლე ამ სტორის მოწვევით და რაღაცა სულ პატარა დრო გავჭირდა, რომ ჩვენში ჩამოყალიბებულიყო ნორმალური ურთიერთობა, წარადგინოთ თქვენი თავი და ილაპარაკოთ იმ თემაზე, რომელიც თქვენ ზედმიწევნით იცით და სადაც თქვენ ლაპარაკობთ იმ ესე იგი ერთგულ ქართულზე, ეს ყველაფერი ერთიანდება ჭეშმარიტ ქართულში, წარმოგიდგენიათ, როდიდან დაიწყე თქვენ ამაზე ფიქრი, რომელსაც ვფიქრობდა, მე გერთვები და ჩემთვის ეს არის მუსიკა, სიამოვნებს, იმიტომ რომ მე სულ ამაზე ვფიქრობ და მე ვიცი, რომ შენ მითხარი, რომ ასეთ რაღაცებზე სულ თავიდანვე დაიწყე ფიქრი. არ მომეწონა ერთი რაღაცა და უნდა გითხრა იმ სიტყვაზე, შეიჩები შენ პარტნიორ რატო არ განაცანი და მომიმგროვა გამასწო და გავასწორებ ერთად დღეს ქუთაისში შეგვიძლია სამბოლოო და ჩემს ხაზს ვიტყვი. თქოთ. მოგესალმეთ ზიფასო მაყურებლებიც ვნახავთ ჩვენ ყველა საუკეთესოს გისურვებთ. პრობლემები გვაქვს უნები უთვალავი, მაგრამ გამოვალ რომ არ არსებობს. 1000 წლების მანძილზე 1000 ჯულის მოუთულმა მტერმა ვერ გადაგვაშენა ქართველები და ვერ ჩინაური მტრები გადაგვაშენებს, რომლებიც დიდად არ განსხვავდებიან და პრობლემებისგან. ეხლა მე ძალიან მოკლედ ყველაზე უმთავრეს საკითხზე ვეთქვი, ყველაზე საუკეთესო საკითხს. ყველაზე საუკეთესო, რაც კი კაცობრიობას მოუგონია თავისი არსებობის მანძილზე, თავის გადასარჩენად და რაც შეიძლება უკეთესი და ბედნიერი ცხოვრების მისაღწევად, ეს არის სახელმწიფო. სახელმწიფოს ურყევის საზირკველი სამართლიანობაა. უსამართლობა ბადებს, ბოროტებას, მტრობას, სიძულვილს და თითქმის ყველა დანაშაულს, ურთიერთდაპირისპირებას და სახელმწიფოს ჩამოშლას. მე ისევ გავიმეორებ, რომ სახელმწიფოს ურყევის საზირკველი სამართლიანობაა. ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვაშენოთ ყველაზე საუკეთესო, ყველაზე სამართლიანი სახელმწიფო მთელ მსოფლიოში და ამ სახელმწიფო წყობას ჰქვია სახალხო კონსტიტუციური წყობილება. ეს არის ყველაზე საუკეთესო სახელმწიფო წყობა ყველა წყობათა შორის. როცა ამ სახელმწიფო მოწყობის გეგმა პროექტს გაგაცნობთ, ძალიან მოგეწოდება და აფთოვანებული დარჩებით. გისურვებ მთელ საქართველოს და ჩვენს მომავალ ეცხოვროს ისეთ სამართლიან სახელმწიფოში, რასაც სახალხო კონსტიტუციური წყობილება ჰქვია. სიბრძნე და სამართალი უნდა გაწყინდეს საქართველოში. აი, სიბრძნე და სამართალი უნდა გაწყინდეს საქართველოში ყველასათვის. აი, ასეთ სახელმწიფო მოწყობის გეგმაზე გვაქვს საუბარი. ჩვენ და მივახცევთ. სახელმწიფო შედგება მოქალაქეთა სულისკვეთების ერთიანობაზე. შენობების შენებელი ინჟინრები აშენებენ, სახელმწიფოს კი ნიჭიერი და განათლებული პოლიტიკოსები ხალხთან ერთად. და ჩვენ მივახცევთ არის საქართველოში მის რესურსები, რომ ჩვენ ნიჭიერი და განათლებული პოლიტიკოსები ჩადგენ აი სახელმწიფო ყველაზე საუკეთესო, ყველაზე სამართლიანი სახელმწიფო აღშენებლობის საქმეში. როგორც თქვი, სახელმწიფო შედგება მოქალაქეთა სულისკვეთების ერთიანობაზე. დღემდე აი ჩვენმა გმირმა წინაპრებმა, ანუ საქართველოს ერთგულმა შვილებმა მოგვიყვანა ჩვენ დღევანდელ დღემდე. ეხლა ჩვენი საქართველოს ერთგულის შვილების უპირველესი და უმთავრესი ვალდებულება, რომ გავერთიანდეთ
საქართველოს საკეთილდღეო და უთავსახმო. ჩვენი სამშობლო, ჩვენი ოჯახების, ჩვენი შვილების, ჩვენი შვილთაშვილების და მომავალთაობების საკეთილდღეო და უთავსახმო. რისთვისაც საჭიროა ერთობა, მხოლოდ ერთობა, სიბრძნე და სიყვარული გადაგარჩეს. ეხლა ერთხელ და უმთავრესი რაც მინდა ვთქვა, საქართველოში ერთხელ და სამარადისოდ უნდა დაარსდეს საქართველოს ეროვნული საბჭო. საქართველოს ეროვნულ საბჭოში უნდა გავერთიათ, გავწევრიათ ყველა საქართველოს ერთგული შვილები, ერთგული გვარები და ერთგული ოჯახები. მე ვიტყოდი, აი მე ერთდღეს გავუმოწოს, როცა საქართველოს ეროვნული საბჭო დაარსდება. საქართველოს ეროვნული საბჭო ეს იქნება ზეპარტიული, ზესამთავრობო გაერთიანება. აი ყველა სახელმწიფოებრივი აზროვნების ყველა თვალსაზრისით, ყველა საჭიროა საკითხებს გადაწყვეტს ეროვნული საბჭო. ეს იქნება ახალი მთავრობის შერჩევა, ახალი კადრების შერჩევა, ახალი სახელმწიფოს სამართლიანი სახელმწიფოს შექმნა თუ ყველაფერი. აი სახელმწიფოებრივი აზროვნების ყველა საკითხს და ყველა სფეროს ეხება აი საქართველოს ეროვნული საბჭო. ის უნდა დაარსეს ერთხელ და სამარადისოდ და ვიტყვი, სიბრძნე და სამართალი ზესავით უნდა გაწყდეს ყველასათვის მთელ საქართველოში. აუცილებელია ჩვენ უნდა დავიწყოთ რა პირველი ჩვენი აი საქართველოს ერთგული შვილების, ერთგული გვარების გაერთიანება და გაწევრიანება და ის ჭირდება სამუშაო პროცესია. ეს უნდა გავაცხადოთ, დავუკავშირდეთ ჩვენ სახმობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, მაგაცებს და შევკვდათ ესეთი ასეთ ფიჭური კავშირით, რომ ჩვენ მიზანი ჩვენი აი სწრაფო უკეთესობისაკენ ეს არის ადამიანის ყველაზე სრული საუკეთესო ნაწილი. სწრაფო უკეთესობისაკენ. ეს ყველა ადამიანის და ყველა ერის საუკეთესო ნაწილი უნდა იყოს და კიდევ გავიმეორებ, რომ ყველაზე საუკეთესო რაც კი კაცობრიობას მოუგონია თავის გადასარჩენად და რაც შეიძლება უკეთესი და ბედნიერი ცხოვრების მისაღწევად, ეს არის სახელმწიფო და ჩვენ უნდა ვაშენოთ ყველაზე საუკეთესო, ყველაზე სამართლიანი სახელმწიფო მთელ მსოფლიოში და სახელმწიფო წყობას ქვია სახალხო კონსტიტუციური წყობილება. ეს არის ყველაზე საუკეთესო წყობა და სახელმწიფო შედება მოქალაქეთა სულისკვეთების ერთიანობაზე. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და გვეცხოვროთ ჩვენს ოჯახებს და ჩვენს მომავალთაობებს ისეთ სამართლიან სახელმწიფოში, რასაც სახალხო კონსტიტუციური წყობა ქვია. მე მოსმენილი მქონდა ეს და კიდევ ერთხელ მოუსმინე დავწყობილი რომ აუცილებლად კომენტარებში გამოჩნდება ეს ძალიან დიდი მნიშვნელოვანი და თემური თუ არ იქნება წინააღმდეგი ორ სიტყვას ვიტყვი იმასთან დაკავშირებით რატომ მოვდივარ აქ ეს შემთხვევა უნდა დავუსვა რა ვიდა თავის გამოჩენა მინდა ნუ რაღაცა ფინანსები ხო ჭირდება აქ რომ მოვიდეთ ჯიბიდან ადამიანები ვიღებთ ამ ფინანსებზე რომ მოვიდეთ დაუშვათ რატო აკეთება ეს რა არის მაინც ამ ტელევიზიაში რატო მოვდივარ ნუ რაღაცნაირად ჩვენ შორის უკვე ისეთი ურთიერთობა რომ აზრებში მივკვეთებით რომ მინდა რომ ქართულმა ხალხმა გაიხაროს და ეს ქართული სასწავლებელი გახდეს მსოფლიოს გადარჩენილი ჩვენ ყველა ვიცით რომ ეს ყოველთვის ჯეროდა ბავშვებია რომ საქართველო არის ის ქვეყანა რომელიც მეორე იერუსალიმია და გადაარჩენს ისე იგი აი აქ გაგრძელს იმას რომ ვაკვირდები მარტო დედაფუთხარზე კი არ ლაპარაკობს რომელიც საერთოდ არ გამოდის რა მას არ უნდა ვარდებში ეინოვარდებს მაგრამ მამაზე ლაპარაკობს რომ მამის ფუნქცია არისო მშობიარე ადამიანს მოუმაროს და მისი ბატონო მე და ბოდეში უკაცრავად ერთი წამი ჩაგერთებით კაცობრიობის სიბრძნე ეს არის შვიდობის შენარჩუნა აი სწორედ აქეთკენ მოვიდა ყველაზე დიდი ბოროტება და ყველაზე დიდი უბედურება კაცობრიობისათვის მე პირდაპირ ვიტყვი ომის გამჩაგებელი სახელმწიფო მმართველები უნდა გაანადგუროს ხალხმა და ან წავიდნენ და თვითონ იობონ ვისაც ომი უნდა სხვას მოუწოდებენ შვილებს მიზგულობენ
ნახეთ. დიახ, აი როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ, შეიძლება ადამიანმა იდეა ილაპარაკო და შესთავაზო ადამიანებს, მაგრამ მარტივი მაგალითი არ ვიყოთ ამ მოგებასთან დაკავშირებით, ვეუბნებით, რა გული არ აქვს აზია, რომ წამო სოფლები შევაგროვოთ, საჭმელი გავაკეთოთ, გავაკეთოთ და მე რო გამოყვება ხალხი მოიცავდა, რა არის ეს? ანუ თუ იდეა უტოპიურია, არავინ არ გამოყვება, თუ უტოპიური არ არის და რეალურია და ჩვენ ამის ალგორითმი გვაქვს, როგორ გავშალოთ ეს და ჩამოყვები ამ ალგორითმს, მაშინ გამოვა, რომ არის განსახილველი გეგმა, სადაც არასრული გახდება სრული, არაზუსტი გახდება ზუსტი და თუ ზუსტი სამოქმედო გეგმა გვექნება, მოხდება ის, რაც ქაჯეთის ციხე ყოველთვის იხსნება შიგნითა, ამ ქაჯებით ვინმე შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, უბრალოდ რუსთაველი და მომყავს მაგალითით, რომ რატო არ ვაყენებ ვინმე შეურაცხყოფას. მაგალითად, დედაჩემის საცივი რო გეჭარით, წაიგებოდა რჩებოდა, მე ჩემი გავაზიანები, ეთიკით, კულტურით, არხით, ვინმეში ცუდი გეგმა რატო დავტოვო, ან ვინმეს რატო უნდა მივაყენო, იმას რომ შვილები ყავს. და უხერხულად რატო უნდა მოვიქცეთ. მე ხმად მჯერა და დარწმუნებული ვარ ამაში, ნაციონალებშიც, მუსლიმის წარმომადგენლებში სიტყვა ხოცი ნაცია, არ ვიცი, არიან პატრიოტი ადამიანები და როცა ჩვენ დავუდებთ იმას, რასაც ირაკლი გაგიზებდეს კარგად ხო, როცა კიდევ ერთ გურამაკაცარიას როცა ვხვდებოდით, ფილა ნახა გზაზე დაგებული, რაღაც არაკონვენციონელი და თქვა, აი აქ ჩანს მიუჯეტესული არაკონტროლა და გადავყოს პროექტი და მაშინ დავწუნდი მე რომ თუ ჩვენ ყველა კონტრაქტორებს ვინც ამ ტენდერებშია სულაც გადავყევთ სასწაულ სულაც მივიღებთ დათესავო ნეპოტიზმს და შეიძლება სულ 300 კაცი 300 მილიარდი იქონების ესე იგი ბიუჯეტში არ მოწევასთან კონდეს საქმე არ არის გამორიცხული მაგრამ აი ზუსტად ამაშია საქმე რომ ხალხი რომ მოგვენდო ჩვენ ეს სატირაც სასამართლოს საკუთარი თავიდან როსტვი ისე ყველა მაგრამ აქ არის ძალიან დიდი მომენტი ჩადებული ამ საბოლოო და სამშვიდობო სოფლიოს გადარჩენის ცენტრის დაფუძნებას როცა ვაკეთებთ ანუ რატო არ უნდა გქონდეს ამ ეს საუკეთესო იდეაა ქართველები ნიჭიერი გენეტიკურად ნიჭიერი და მეომარი და მებრძოლი და სულით შეუპოვარი ხალხი თქვენ რომ მზადოთ ეხლა სიკვდილიშიში მე მაგათად დიდი ხნის უკან გადალახული მავსები ეხლა მხოლოდ ერთრამეს ვთქვი ჩემი წეხან რაც ხალხს მიმართა რაზე გამეცინები ხა ხო ახლა მე თამაში და ჩამეჭრა სულ იქნება და იმი რა ისა ეხლა ერთი რამე მინდა თქვა ყველაფერს რაც კი გაჩენდა დედამიწაზე ცოცხლას სულთმოს არასულთმოს აქვს ღირებულება არის ფილოსოფიაში ასეთი არსის თეორია და ღირებულებათა თეორია შემეცნების თეორია არსის თეორია და ღირებულებათა თეორია მე მინდა ხალხს უთხრა თქვენს გითხრა და ხალხს უთხრა ყველაფერს აქვს აი მაგ ჩემს შრომას რომელსაც მე წლები მიშრომია უძინო ღამები აი წუხლე 3 საათი ვარ დაძინები აი გადაღლილი გადამთვალილი და მე არ მომწონს ჩემი სახე და ჩემი გამოსვლა მე არ თვითონ არ მომწონს ამ ღირებულებათა თეორიაზე ჩემს ნაშრომს რომელსაც მე ვშრომობ აი რო გაეცნო თქვენ მივხვდებით მას აქვს ღირებულება აი მაგათად მხოლოდ ერთი კუთხით შევხედოთ სამართლიან სახელმწიფოში რო იცხოვრობ ჩვენ ოჯახმა შვილება და მომავალთაობა ამას აქვს ღირებულება ეკონომიკური თვალსაზრისით ახლა ფინანსური ყველა თვალსაზრისით ერთრამეს ვიტყვი ჩვენ ყავს პირველი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისე მომზადებელი იყვნენ 250 პარლამენტარი მერე ეხლა ყავს 150 პარლამენტი სახელმწიფო მოწყობის გეგმას რომელსაც მე ვთავაზობთ იქ 30-დან 50 მაქსიმუმ პარლამენტარი საკმარისია სრულიად საქართველოსთვის მე ყოველი არის მიზნობრივად და უნდა დაკარგოთ ხარჯვა აი ფუტკარი უნიკალური ყველა სოციალურ არსებათა შორის გამორჩეული თეებრივი არსება ისინი ქურდებს ზარჩონებს ანადგურებენ ჩინეთშიც არის ეთანხმებით მიუხედავად კი დავასრულებ და ამ ჩემს პროექტს რომელსაც ხალხს თავაზობ და მე მინდა მეტი ღრმად შეხედო სახალხო კონსტიტუციური წყობილება მე ამაზე ბევრი მიშრობია ბევრი ხამები მიტენებია და მას აქვს ღირებულება და იცოდეთ ვიდრე ივანიშვილმა გააკეთა ქვემოქმედება საქართველოში 10-ჯერ მეტი ღირებულება აქვს
ამ სახელმწიფო მოწყობის გეგმას პროექტს, რომელსაც მე თქვენ შემოგსალმაზებ ჩემო საყვარელ მოგლით ლაპარაკი ახლა იმაზე, რომ ფუტკარმა განახსენა და დამეკარგება ირაკლის, რომ ფუტკრის პრერისგან, დაფლისგან დავით აღმაშენებელი თამარმები აკეთებდნენ ჭრილობის შემოხოცებელ წავას და თემოს წარმოიდგინა ჩვენ დღეს ყველა ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც დაობისკენ მიდის და გვაწუხებს ეს თემა, მაგრამ წარმოგიდგენიათ ახლა რასაც ვიტყვი, ეს მოგვიტანა ზვიადი, მე რა მინდა ვეტერანებმა, ვეტერანებს აქვს სილარი და პარლამენტარებს აქვს 15,000 სილარი და მე რატო თქვი ეს ფუტკრის ამბავი დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანს გააჟღერებს თავისი ხედით ადებდნენ მეუბნებს ტექნიკების საშუალებით და კონკურნავდნენ მეურვებს. ამხელა პატივსებდნენ თამარი და ჩვენი მეფეები მეურვებს. ჩვენ ყველაფერს ამას ლოთი პროვალია სინადადება, ვახტანგებია სანდალის შეკითხვა შემოვიდა და მივეცდები რომ არამოძებნ ლაპარაკები. სად ვარ და როგორ ვარ, რომ აპალივებთ ამ ციას. შემზადებული გვაქვს თუ არა რაღაცა დიაგრამ ჩაწერილი გვაქვს. ეს იქნება ერთ-ერთი პლატფორმა სოფლის ემიგრანტთა პლატფორმა. არ გვაქვს ქართული ემიგრანტების პლატფორმა. აქვეა ლაპარაკი ამას ხელმძღვანელობს ჟუჟუ აბაშიძე, რომელიც თავის გარკვეულ წრეში აქვს იმის ავტორიტეტი, რომ მისი სიტყვა უბრალოდ პასუხს. ეს არის ქართული ქალბატონი, ის დედა ფუტკარი, მუსლიმი, აჭარიდან, რომელსაც შვილები ქრისტიანები ყავს, რომელთანაც ჩვენ ჩავედით ვიყავი. გავიცანით ის ოჯახი, აქ არის ჯულია ბობოხიძე, რომელმაც სოფლის დედათა საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობა. აქ არის ლაპარაკი ერთ საიტში გავაერთიანოთ ის ადამიანი, ჭეშმარიტი ქართველები, ამაზე მე კიდევ ένα თემაში ლაპარაკებს და აი ამ საიტში არის გვართა კავშირებში სუფლების ჩვენ გაიშეფრა ახლა დაისი შეფრა ძალიან ძლიერი შეფრა ვიქნება, სადაც 100%-ით მოხდება ეს, რომ სუფრული პრინციპი დალავერდები ჩაგვექნება აფხაზეთი. და ძალიან ძლიერი ეთნოსოფლებთან დაკავშირებით მე აფხაზეთში არ ვილაპარაკებ საერთოდ ამ პოლიტიკურ მოსპობაზე და ვილაპარაკებ იმაზე, რაც იქ საშინელება ხდება ნარკომანის მხრივ, სამშობლო ადგილების მხრივ და ასე შემდეგ. აქ მინდა ვილაპარაკო ასევე რამაზ ჩაჩიბაიაზე, რომელმაც ამოაყენა ეს საუბნო კავშირები დაუკავშირა საერთოდ ადამიანის უფლებებს და ეს ქარტია გადაიხადა დეკლარაციაში თემურ რომ სოფლიოში 1% პლუს 99% და არის თუ არა სოფლიო ამისთვის გზად და ჩვენ ვერავინ ვერ შემოგვედავება ის იმას აკეთებდა ამას აკეთებდა თვითონ ეს ჭეშმარიტი ქართველის ანკეტა ითვალისწინებს იმას რომ აი აქ თემურ დააგვირდი თუ ცდები მითხარი ფაქტიურად ის ვინ სატელიტურად ფიქრობს ირიცხება და იშენდება ბოლომდე. ანუ ვინ ჭეშმარიტი ქართველს მოაწევს უნდა თქვას რომ საქართველოს უნდა დაუბრუნდეს სამართლების ვიცეს. და სხვანაირად არ გამოდის. გვარის მოთხოვნით გამოდის ყველა თანამდებობა. აი ახლა უყურეთ კიდევ ერთ საკითხად მინდა დაკავშირებით ვილაპარაკო ლაზარე ახმედიანთან დაკავშირებით, რაც რუსი მაქსიმი რო გამოვიდა, ჩემი მიმართვა რომ მოისმინა. ლაზარე ახმედიანი არის ადამიანი, რომელიც სულ მეწინააღმდეგეობდა თქვა ყველაფერი გამოგივა. რატომ? იმიტომ რომ მისთვის ავტორიტეტი გათხოვა. აი ეს მისთვის ავტორიტეტი არ არის მეცნიერი, მისთვის ავტორიტეტი არის ადამიანი, რომელსაც მეგობრობაში არ ჩაჭრილა და გამოგივა. მაგრამ ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი კონფერენციები, რომ სოფლიოს ტიტანურად მოაზროვნე ადამიანები. მინდა გადავიდე ლევას ტოტრიასთან დაკავშირებით და ვთქვა, ეს არის ადამიანი, რომელმაც ამ სასწავლო ხელოვნურ საცავს მესიერი სოფლიოს სისტემას და ჩვენ ვილაპარაკეთ, მიაწოდა როგორ მოხდება საყოველთაო და საყოველთაო მშვიდობის დამყარება და პირველად ხელოვნურმა ინტელექტმა აღიარა, რომ ასეთი ალგორითმი არსებობს და ყველაზე მთავარი. აი ეს ინფორმაცია. გაშიშდა ფაქტობრივად ხელოვნური ინტელექტი, რომ არსებობს. ანუ აქ ლაპარაკი არის ამას ჩვენ ყველაფერს ბუნებრივი ინტელექტი უნდა დავკავშირდეთ. ძალიან კარგად ახსნა და თქვენ გესმოდათ ეს რა სფეროზე ილაპარაკა, რომ ამაზე აგნისეს აქვს ვიდეო მე წარმოგიდგენია რომ როგორ ხდება ეს მართლა სცენარის შეგვითხრება ჩვენი შეგრებაც ბედის ცელაზე რასაც ლაპარაკობ. ანუ არის სფერო და შუაში ეს მესიები თქვენ ყველა სოფლიო ქვიან იმ ქართველ ძლეველს, რომელიც ზედ უცხოზე ერთ შემოავლებს დაუბრიდან ციკი გადარჩენისკენ და ის რომ ზედ უცხოზე დგას ეს ხალხი კარგია, ეს არის ილიასიური არსებული ელიტის დასაცვლელება, მაგრამ ნახეთ რა ხდება აი ამ ელიფში,
ელიფში კი არა, სფეროში შუაში ძლებელი რო არის, მისი კრისტალები რო არის, ესენი თემური აბსოლუტურად ისინი, რომელსაც პასუხისმგებლობა დავალებას რო იღებენ ასრულებენ და ეს არის სამყაროსული მოდელი. ზუსტი ეს არის ალმასი, რომელიც უნდა შესდგეს და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდ რაღაცას ვიღაცამ შეიძლება მოსმინოს და თქვა გავაკეთებო ესე არ არის. არსებობს მოსული სიტუაცია, რომელიც სცენარიდან არის დაწერილი და შიგნით ვერ ამოძრავდა 200 და 300 კაცი ვერ მოხდა ერთიანობა. არსებობს საერო სამზეო მოძღვრება, სადაც ვერ მოხერხდა ეს ერთიანობა და არსებობს ირაკლი გარნიძე, რომელიც ყველაფერს ამას აგვარებს. ეს ყველაფერი ნახა რევასტოტრიამ და თქვა, რომ ირაკლი გარნიძე არის ის, რომელიც ქმნის მოთხოვნილებას კაცობაზე, ადამიანობაზე, სიყვარულზე, მეუბნაზე და ამ დროს ეს გძლეველი, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ გააზრების მინისტრს მიმართო ჩვენ ყველა შევხვდებით ძალიან დიდ რაღაცაში. ჩემთანაც ესე მოვიდა ეს სცენარი და რომ შემიძლია ნებისმიერი დონის სოფლიო ინსტიტუტებთან დავაჯდე და ვილაპარაკო იმაზე, როგორ მოვიდა, როგორ მოხდება, რომ ქართული ენაზე ალაპარაკდება მთელი სოფლიო და როგორ შეიძლება ის გადაგაკეთდეს და ასე შემდეგ. ამ თემაზე ცალკე ვილაპარაკებ. ამ თემაზე ჩვენ გაზის აკადემიასთან ვილაპარაკებ. ძალიან ბევრი ხალხი ერთიანდება ჩვენთან, ისეთები, რომლებიც ნამდვილად მოსაწონი ადამიანები არიან. ვახტანგ კოვალიას მინდა მიმართო, ის გამოდის სასწავლო ინიციატივით, ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც იჯდა აი ამ ციხეში, სიკვდილის ციხეში. დღეს მე ვარ იმის მომხრე, რომ ყველანი გავერთიანდეთ ამ დიდი რაღაცის ირგვლივ, სადაც გვერდითი ავლითი მექანიზმი არის, რომელსაც უჭირს ყოფილ შევარდაძის მომხრეებს, რომლებშიც არიან ისეთები, რომ მოკავშირეში იყვნენ და დაიწყო ამ მოდელზე ლაპარაკი, რასაც თქვენ ლაპარაკობთ და მივიდეთ იქამდე, რომ რაღაცა ისეთი გადაკვეთის წერტილი ვიპოვოთ, სადაც დავიწყებთ ზუსტი სამოქმედო გეგმის ამოქმედების მექანიზმზე ლაპარაკს, ანუ ამ კონფერენციებზე და ამ რაღაცებზე ლაპარაკს. მე მგონია, რომ ირაკლი გარნიძე, რევაზ თოტრია, თქვენ თემური ყველა ვერთიანდებით იმაში, რომ აუცილებელი არის პატიება და აუცილებელი არის ერთმანეთის მოსმენა და სწორი განაცხადების მიღება, მაგრამ ის რაც ქუთაისში ხდება, აქ რატომ მოვედი გავხსენ, რატომ მივდივარ ქუთაისში? ეს არის პატიება, პიროვნული გვარული პატიება. გვარსაბათი. გასაგებია, ხო. ახლა რატომ მივდივარ ქუთაისში? ვინ არის ეს პიროვნება? ჯერეთ მის სახში რაღაც გარკვეულ თვითმართველზე არის უძველესი გალავანი, სადაც ნიჟარებია, ესე იგი ზღვაი და რაღაცა, მაგრამ თვითონ ეს პიროვნება არ იმდენად წესიერი პიროვნება, როგორც ლიტვის გამოყიდან დაიწყოთ ყველაფერი. ანუ იქ რო ჩავდივარ და ამხელად დიდ რაღაცას რო ვაფუძნებ, იქიდან უკვე ჩვენ გავიშინებით მართაკავშირებით და იქ რამაშაჭიბაია გამოვა და იტყვის აბსოლუტურად რა არის რა კარტია, რა დეკლარაცია და გაცხადებულად იტყვის თუ უკვე რაოდენ ახალგაზრდებული ცენტრი არის და ბოლოს ვიტყვით თქვენთან დაკავშირებით გამეორდები ამაში, რომ ჩვენთვის აუცილებელი არის სამოქალაქო აქტივობის ამაღლება, რასაც აუცილებლად მოყვება ეროვნული მუხტის უნამურად აფეთქება და ეს უნამურად აფეთქებული ეროვნული მუხტი ეროვნულ ჯებირში რომელიც ამისთვის არის ეროვნული დოქტრინა, ეს ყველასაც ლაპარაკობთ, რასაც ირაკლი ლაპარაკობს და ამ ყველაფერზე დაიწყება მსჯელობა და ეს ყველაფერი გარკვეულ შეფიცავდებთ. თავარი რა არის და რისი მიღწევა გვინდა და რას გავაზრდოთ ბატონო თემურას, რომ ჩვენ ქუთაისში ერთად დავაფუძნოთ, რომელიც გახდება ქართული სასწავლული, ანუ შემიძლია იმისა, რომ შეუძლებელი გადავალცოთ შესაძლებად. ეს არის თავარი, როდესაც ეს ფსიქოლოგიური ბარიერი მოისპოვა და იმის შიში, რომ ჩვენ არ შეგვიძლია და პირდაპირ ვიტყვი და გარკვეულ ვიტყვი, სასახად ვიტყვი ამას, ჩემო ქართველებო. უდიდეს რაღაცაზეა გარნიზეს ლაპარაკი, დედათა საგვარეულო კავშირის მიეცემა პატიმრის გამოწვევის უფლება და ბევრი დედა გაიხარეთ და ძალიან ბევრი ახალგაზრდები არიან ციხეში, განულდება ეს ყაჩაღურის სესხები, დავიწყებს ადგილმამულო ბანკის აგროქსელების ფორმირებას და ეს ყველაფერი მონაგრონია იმასთან შედარებით, რაც შემდგომ ხო, აი და თავარი ფაბრიკები მუშაობს. დიახ, და მე ზუსტად ვიტყვი, რომ გაწევრიან და ჩვენთან ჯგუფში გავიცი გენეტიკოსი, რომელიც ლაპარაკობს იმაზე, რომ თუ საქართველო გახდება და ჩვენც ამას ვიძახით,
ნაციონალური ტურიზმული სამეცნიერო ტურიზმის მექა 4 წელიწადში ეს არის ფაქტი საქართველო გახდება დუბაიზე უფრო მდიდარი და ყველა საქართველოს მოქალაქე გახდება უგემრიელესი, იმიტომ რომ დღეს 1000 სტუდენტიდან 800 თავის პროფესიით ვერ მუშაობს, შესაბამისად რო დაამთავრებს და მოტივირებული არ არის, რომ სამუშაო ადგილი არ აქვს, ის 200 დავალალაცაურებადი იმას არის, სულ განამტელებში არიან უჭერესი ისინი და როდესაც ეს ინფრასტრუქტურული სამუშაო არა, მაგას მანამდე ესე იგი ეს სხვა თემაა და თუ გაგიგია მაშინ რატომ ზივართ, მაგრამ ეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები წარმოწევს მრეწველობას, სამუშაო ადგილები მაგალანაცაურებლები შეიხდება და ადამიანებს გაუჩნდებათ ხალისი. მოკლედ ეს ის თემებია, რომელზეც ჩვენ ლაპარაკობდა ანტენურ ჩვენაუცილზე საქართველოს. კი ბატონო, 5-7-4-16-06-31 ალბათ დაუკავშირდები ლია კუტალაძეს, ეს არის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი და მიხარია, რომ მას მიეცით. ის ალბათ ქუთაისის პირია, თავისას დაუკავშირდება. ვიცი რომ ლაშა არ არის, ესე იგი ლიას მიმართა ვახით. ჩვენ მე იმის ოჯახში უმასპინძლო ვეპატიჟები ყველას, იმიტომ რომ სადაც გისგულობა და გისგულობა ეცე. ბატონებო, საერთოდ როგორ არის პატრიოტიზმს ასწავლია საბავშვო ბაღში, ოჯახში, სკოლაში, ყველგან, მაგრამ პატრიოტი ყველა ეს ამნიშნავს იმას, რომ დიდი საქმეები აკეთოს. პატრიოტი შეიძლება იყოს მებრძოლი ადამიანი, რომლებაც გმირულად შემოინახეს ჩვენი საქართველო. მაგრამ არსებობს პოლიტიკა, რომლის გასვლით ფაქტიურად სოფლიო პოლიტიკა ტრიალებს. ამ სოფლიო პოლიტიკა ცოტა სხვა გეოპოლიტიკაში გადაიზარდა დღეს მით უმეტეს ისეთი სიტუაცია, რომ მთლიანად ომია ყველგან და ეს ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს. აქ არის ძალიან შეიძლება ჩვენი შეხედულებები განსხვავდება, შეიძლება კი განსხვავდება რაღაც საკითხებში ერთმანეთისგან. თქვენ სხვადასხვა უყურებთ სხვა გზაგავთ სწორედ საქართველოს გამოყვანა ეკონომიკურ-პოლიტიკური სიტუაციიდან. მე სხვა შეხედულება 4 ადამიანი ვართ, 4-ე სხვადასხვანაირი შეხედულებები გვაქვს. და სწორედ ჩვენ იმიტომ ვსჯელობთ აქ, რომ რაღაცა დავაკავშიროთ ერთმანეთის შეხედულებები, მივიყვანოთ იმამდე, რომ გამოვიყვანოთ სწორედ საქართველოს კრიზისიდან და დავაახლოთ ჩვენი შეხედულებები. რაშიც ვემთხვევით ჩვენი შეხედულებები, აზრები, რაშიც ვემთხვევით, სწორედ იმ აზრებზე გვაქვს საუბარი და იმ შეხედულებებზე. საერთოდ ასეთი იდეები, რომელიც ახლა გაშგერდა, ძალიან კარგია. ამას დავისწავლოთ, ძალიან დიდი ფინანსები უნდა და ამ ფინანსებს აქ ალბათ ეყოლება კონკრეტულად თუნდაც დაფინანსებელი, ვინც გამოჩნდება და ვინც დაინტერესდება ამ შეხედულებით, ამ მიმართულებით, იმიტომ რომ არ ხდება ესე, რომ როცა იდეა ერთია შეიძლება კაი იდეა გქონდეს, მაგრამ ვერ განხორციელდეს ის. და ამას იქიდან გამომდინარე, რომ ესე ვიღაცის იმედზე იყო, რომ ვიღაცა მე მივალდა ფულს ჩამომერიცხავს და ეს ქართული კინოსავით ესე არ გამოვიდეს, ორგანოთ ხო არ მოვიდა, ბებიაო და ფული მომეც ფინანსები მომეც შევიძახო და არავინ არაფერი არ მოხდეს, ესეც არა. საერთოდ იდეა როცა არსებობს, ამ იდეას უნდა კონკრეტულად ისეთი სპონსორები, ისეთი დაფინანსებლები, ვინც გვერდზე დადგებიან. თორე ეს ახლა ვიღაცასთან მისვლით შეიძლება თემური გითხრა მე დავუთავებ ჩემს აზრს, იმიტომ რომ მე თქვენ გისმენთ ყველას და ერთმანეთს უნდა მოусმინოთ. თუ არ მოусმინეთ და ერთმანეთს არ მივეცეთ საშუალება აზრის დამთავრებისას, მაშინ არ იქნება ეს რა ქვია, ვერ გაიგებს მაყურებელს და ჩვენც ვერ გავიგებთ რისკი უნდა ადამიანს, ხო? ამიტომ კარგია სუფრული მოწყობა, სუფრული წესი, ყველაფერი, მაგრამ სუფრაზე ყოველთვის შიდა ლაპარაკებში ხონდა არსებობს თამადა. და სუფრაზე უნდა იარსებოს თამადა, რომელიც მიყავს ეს სუფრა და ამობს სადღეგრძელოს და შემდეგ ამ სადღეგრძელოს აიტაცებს სუფრაზებს დომია ხალხი და გაავრცელებს ყველა თავის აზრს ჩამოაყალიბებს, სწორედ აძლევს გენს სუფრას, ხო? ესეა. ამიტომ ამ იდეასაც რაც თქვენ გაქვთ ძალიან კარგია და მაგრამ ჩემი აზრით თამადა ჭირდება მაგას და ჭირდება სუფრის გაშლას კიდე ჭირდება თქვა და ქორწილი როცა არის ოჯახი იღებს პასუხისმგებლობას რომ ქორწილი გადაიხადოს, ხო? ვიღაცამ უნდა აიღოს იმ გუნდმა პასუხისმგებლობა რომ ჩადოს ის ფინანსები
და რომ ეს იდეა განხორციელდეს. და ამ იდეის განხორციელებას კიდევ ესე ვთქვა, კიდევ ლიდერი დაარქვი და კიდევ ახალმსოფლური წესით თავადასვამო და თუ იდეის მიმართ, მაშინ ვთქვათ, ვინათ ლიდერი. ყველაფერს უნდა თავისი გზა მიეცეს და ეს გზა სწორედ უნდა იყოს გათვლილი. აი, როცა ხაზს ვავლებთ და პატარა 1 მილიმეტრი გადაცდომა იქნება, უკვე სწორი არ წავა ეს ხაზი, ხო? ამიტომ ყოველი თქვენი გადადგმული ნაბიჯი, რაც გაქვთ ჩაფიქრებული, ბატონო მერა, ბატონო ირაკლი, ბატონო ამირა, რაც გაქვთ ჩაფიქრებული, სწორედ სწორი გზა უნდა იყოს და სწორედ უნდა დაიდოს სახაზავი. სიბრძნეს და სიმართლეს ერთადერთი სწორი და მინდა მოგიყვანო და ირაკლი აკალი მაგალითი მინდა მოგიყვანო და ირაკლი აკალი საერთოდ ავთანდილო ეკავმა გააკეთა ზუსტი ანალიზი, რომ არსებობენ კონსერვატორები, რომელსაც არაფერი შეცვლა უნდა და რაც არის ამას გორედ მიყვებიან, არსებობენ ღვთიურები, რომლებიც პროდაჟავს ელოდებიან და ყველაზე რეალურად მოაზროვნე ისინი არიან, გვიჩვენებს რამდენად სწორია შვილი წარმოწება და არსებობს ადამიანები, რომლებსაც არაფერი არ შეჯერათ, რაც ხელისუფლების არცო იმათთან ერთად მუშაობ ჩვენ. ავთანდილო ეკავმა მოიყვანა ასეთი მაგალითი, როდესაც 10,000 ბოთლი კონიაკი ჰქონდა, ყველამ დალია, მაგრამ შედეგი ვერაფერი ვერ მივიდა, იქიდან ვერავინ ვერ შეჭრა. მე მოუყვანა ესეთი მაგალითი, როდესაც აი როგორც აქ მოედის ეს ჯიბიდან იღებს ხალხს და ირაკლი თქვა, რომ ეს აპრობირებულია გვართა კავშირები თვითონ აკროვებენ ამ სოფლისთვის და არამხოლოდ ფული ამას არ ჭირდება. ახლა მეორე რა ჭირდება ფინანსები. რამაზ ჩაჩიბაია გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდება ახალგაზრდების მიერ აპლიკაცია პოსტების ამოქმედება და ეს მიზერული ფინანსებია იმასთან შედარებით, როდესაც იგივე ემიგრანტი ან სხვები კითხულობენ ნომინალურ აქციას და ამ საკითხში ერთვევიან ის ანტიპუტინისტი პროგრამისტები, კონდენსატორები, აქ ლაპარაკი არის უზარმაზარ თანხაზე, რომელიც არც კი დაესწრება არც დღევანდელ ხელისუფლებას და არც მილიარდერებს. ანუ ჩვენ ეს ყველაფერი საღად გვაქვს წარმოდგენილი, ამ საკითხებზე კონკრეტულად ვილაპარაკებთ, მაგრამ თავარი ეს თანხა კი არ არის, თავარი არის ჭეშმარიტი ქართველობა, რომ ეს თანხები ჩვენ გამოვიყენოთ იმისთვის და გზაზე ამაზე ვილაპარაკებთ, რომ მოვიზიდოთ ინტელექტუალები და მათი ცალკე შეუქმნათ საიტები, აუდიო წიგნები, გავავრცელოთ უფასოდ და მოაზროვნე ადამიანები, როგორც იზიდები, სომხები, ქართველები, კავკასიელები, ასევე სოფლიოს ყველა კუთხიდან. ეს ამ მხრივ ეს პროგრამა არის უნიკალური, აქ ფინანსები გათვალისწინებულია ძალიან მკაფიოდ. ამას თქვენ ყველა გვარი შეუძლია სომხებზე, იზიდებზე წარმოადგენლები და გვარი მოგიდა როგორც თქვა მერაბოსავაზე რომ მოდიოდა ის აქ ლაპარაკი არის უზარმაზარი თანხების კონცენტრაცია სისტემური. თქვენ ამაში დარწმუნდებით, მე ამას იმიტომ ლაპარაკობ ისე ადვილად მე ვიცი რასაც ლაპარაკობ, ესე მე პირადად მაგრამ თავიდან დაფინანსებელი ხო უნდა? ეს თავიდან დაფინანსებელი კოსტავა გეტყვით რუსთაველის ოცნომერში, ანუ მე მესმის თქვენი როცა ლაპარაკობთ პროგრამისტები არიან პრაგმატულად მოაზროვნე. ამ პროგრამისტებს ხო უნდა თანხა? აქ როგორ რაღაცა, მოდით ბატონო მერაბ. ჩვენ ახლა აუსვიოს ხო? მოდით ეს ვთქვათ, ავიღოთ პროგრამისტი, ავიღოთ საიტია თუ რაღაცა ყველაფერს ამას უნდა ფინანსები, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ადამიანი მუშაობს, ის უკან იყურება იმას შვილები ყავს და ოჯახი ყავს, ხო? რატო დაეცადა საქართველო? იმიტომ დაეცადა საქართველო, რომ სამუშაო რომ არ იყო და ფინანსები არ ქონდა, ეძღვნებული გახდა ჩვენი მოსახლეობა, რომ წასულიყო უცხოეთში, გადახვეწილიყო, რომ რაღაცა თავისი ოჯახი ერჩინა და გამოსულიყო მდგომარეობიდან და მდგომარეობაში ჩავარდა მისი ოჯახი. რა მდგომარეობაში ჩავარდა? გინდა დიფტეიტი დავარქვათ, გინდა ბანკები დავარქვათ, ბანკების დიფტეიტები არიან, დაგონიათ არც ერთი არ არის ქართული ბანკი, ხო? რა გავდადა ჩვენი მოსახლეობა და სწორედ ამ პრობლემებმა მიიყვანა გარცევამდე ემიგრაციაში. მე მაქვს ახლა ერთი კონკრეტული კითხვა და კონკრეტული პასუხი მინდა. კი ბატონო. აი დასვით თქვათ უნდა საიტს უნდა გარკვეული ფინანსები. კი. აი დღეს საიდან მოგვაქვს ეს ფინანსები? კი ბატონო, მე პასუხობ ამასთან დაკავშირებით, პირველი რაც მინდა გითხრათ, რომ კარგად გამიგოთ. პროგრამისტები რუსთაველის ოცნომერში საკმაოდ ძვირი და პირველი რაც შემეკეთდნენ რას აპირებ, მარტო ქართული იქნება თუ ქართულ სივრცეს არდოს, როცა უთხარ ქართულ სივრცეს არდოს, ხო გასაგებია, ხო უნდა გაიზარდოს პირველ რიგში სამოქალაქო აქტივობა. თუ ეს გაიზარდა, მოსნებით ყველაფერი შემოსვლა, ანუ ახალგაზრდების
და შემეკითხეთ, შეგიძლია კონკრეტულად გითხრათ, აფთიაქში რომ შედიხარ, გეუბნებიან ეს სამალი არ არის, მაშინ გაძლევს შეცვლილს, მაგრამ იქ გვერდითი მოვლენები ტესტირებული არის ისეთი რაღაცა, სადაც მოხდა სამოქალაქო აქტივობის ამაღლება. კი უთხარი? მაშინ მოგაცნობ შედის აფთიაქში არ არის ეს სამალი, მიდის სხვა აფთიაქში. არა, გასაგებია, მაგრამ არის ისეთი მომენტი, რომ სხვა აფთიაქში ვერ მიდის დაფიქრებული ეს რაღაცა, მაგრამ გვერდით შემოგალათი მაგალითი მოყვანე ამის. ეს შემოგიწევს მე არ მინდა და შევედი და მაღაზიაში არ იქნება ეს ჭიქა მე გავდივარ და უკვე სხვა მაღაზიაში მივიდა როჟი ანალოგს რო გაძლევს და ნორმალური იმის გეტყვის რესტორანის იკითხე ხო აი მე რო შემეკითხენ როგორ მოხდა სამოქალაქო აქტივობის ამაღლება პოლონეთში ახალგაზრდებმა გააკეთეს ესეთი პლატფორმა როგორი უნდა იყოს პოლონეთის განათლების ესე იგი სასურველი მოდელი იმდენად პოპულარული გახდა, ანუ ასეთი აპლიკაციების ამოქმედება შეიძლება. ჩვენთან გამოვიდა ბეთხარ ფედარი და ლევაზი ისა ირაკლი მარიცის, მაგრამ ავტომიცის. ესენი 72 სამხედრო ექიმები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ მიილია, ესე იგი, ყველაზე ძლიერ რაღაცა დატო საძლიმანური ვარკის ფორმულების კვარტა კავშირების მეშვეობით. აქ იკვეთება იმაზე, რამდენად გავხდები ჩვენ ილია, ანუ ნდობის პლატფორმა. ახლა რაც შეეხება საერთაშორისო სარეკლამო კომპანიას, რომელსაც ვაწესებთ, აქ არის ძალიან მარტივი რაღაცა. მე იანდექსის ანალიტიკური ცენტრის უფრო შევხვდი, ვალაპარაკი ინდია როგორ გახდა აქტივი, ეს იანდექსის 900 მილიონიან მსხვილს ემსახურება, აქეთ 30 არის. მარტივად გახდა, რომ თუ 10 წელში დაბალი ტარიფია ბეში, მაშინ ესენი სული მოძრავებენ და ტრანზაქციით ფირმას იქნება გააკეთეს დემო ვერსია, სააქციო საზოგადოება და ნახეთ. იგივე ნომინალური აქცია ერთმანეთს საჯარო გახდა ოპერატიული სტატისტიკური ფულადი აღესვის მონაცემები, ერთმან მიიღო დივიდენდი, ყველას მოუნდა. აი ამ სარეკლამო კომპანიის მეშვეობით ჩვენ ფაქტიურად 202 მილიონი მარტო ქართველები ყავს და სხვაებიც, რომლებიც ამ რეკლამაში ჩაერთვებიან, ჩვენთან მუშაობს ხოლმე პროგრამისტი რუსლან საჯაია, რომელიც აპლიკაციაზე დაწყებული აქვს მუშაობა, რომელიც შეშემოყილებზე იქნება, რომლებიც ამ სარეკლამო კომპანიაში ყველაზე ეფექტურად იმუშავებენ. რამაზ ჩაჩიბაიამ უკვე დაიწყო მუშაობა წიგნების გაყიდვის შოპინგის უდიჩე როგორ შექმნას. ჩვენ ესეთი თანხების ამოძრავება შეგვიძლია უსასრულო ძალიან დიდი ოდენობის თანხების, რომლებიც არც კი დაესის. ბატონო მე ერთი რამე მინდა გითხრათ. პირველ რიგში გვარიშვილობა რატო პირველ რიგში უნდა გაიწმინდოს ის გვარის წარმატების გვარიშვილი, რომელიც უშიშროებაში და ძალოვან სტრუქტურებში და სასამართლოში მუშაობს. აი მაგათ უნდა დავადებინოთ, ყველაზე უფრო გაიხუნა და გადაღწია ჩვენი აი ეს ძალოვანი გამდის ფორმულა, რასაც ლაპარაკობ. ამათი დინარე სათავიდან იმუღრება. არა, სათავიდან კი არა, აი თქვენ არ იცით და მე 78 წელს ვხედავ რომ დავიწყე უკვე 70-ში იყო ესე 14-ში ჯაშს ასლამდე მქონდეს მეგობარი მოვიდა ჩემთან და დაიწყო და მე შევხედა რომ რასო წამიყვანა და მანახარ ისა გაჯეთის ციხე რა ეს ემედეს სამინისტრო ანდექი რა შეხედო რა რისი მთავრობაო რა ისინი არაფერი მთავრობა არას აქ წდება ყველაფერი აქ წდება ეს ძველი და იმის მერე იქ რამდენი თაობა გამოიცვალა იმ ძალოვან სტრუქტურებში ყველამ შვილი დატოვა, შვილთაშვილი დატოვა და თუ იმ ბამბოებით ისინი მაინც მართავენ იქიდან ქვეყანას. არავის ეს იმათი ის არის ნება და იმათი მე რო აღარ არის ახლა ის დამრჩელებად გამოყვანილი ყავთ გვარგადაკეთებული და ისეთი ქართველები რომლებიც ცოდვები არ არის იქნება ცოდვები არ არის ახაც 5% რაღაცაში გამოიჭერენ და всё მიდი და იყავი ახლა პიონი და განადგურეს შენი არც ხარენ 2-3 კაცი უარგისი არც ხოს მე თელ ერთს და ისერი არის თავჩაგებული და გალალატუში გაჟინებული სომეხი მომენატრაუსი ისინი და მინერი სომეხი ხალხს მაგას ჩვენ სახელმწიფოში როგორც სახელმწიფოში იდეოლოგია არ გაგვაჩნია აი და სახელმწიფოებრივი აზროვნება საერთოდ ეროვნული გამათავისუფლებელი მოძრაობა და საბჭოთა კავშირი დაიშალა ჩვენ დამოუკიდებლობა შევხვდით როგორც რუსანი მივაკაც არ გაგაჩნდება საქართველოს მოსახლეობა დამოუკიდებლობა შევხვდა როგორც რუსანი მოსახლეობა სკოლაში აი ასე ეხლა შვილების სიყვარული გორგსა სიტყვები შვილების სიყვარული ქათამაცის
მაგრამ შვილების აღზრდა ეს არის უპირველესი, უზენაესი წმინდათა წმინდა მოვალეობა. სახელმწიფოს მოვალეობა არის განათლება ხალხის. განათლება და ამათ უნდათ რომ მონორად მოაზროვნე ხალხი იონია მარტო. მუდად კი არა უცხოეთი რო გივიდი. სასწავლო პროგრამას გავიდებ, ამათ კი რა მითხები გასაგებია ჭეშმარიტება თქვა ახლა ირაკლიმ და რამინდა გითხრა მაგალითი მოგყვანა ათათურქის. წარმოდიდგენიათ ახლა თქვენ წარმოიდგინეთ რომ ერთმა ადამიანმა ისლამურ ქვეყანაში რელიგია და სახელმწიფო გამიჯნა. პირველი რაც გააკეთა თურქული სიტყვებიდან ირანული სიტყვების ამოღება, მერე შექმნა განათლების დოქტრინა, ეროვნული განათლების დოქტრინა, დღემდე 7 ჯერ მოხდა გადატრიალების ცდილობა თურქეთში. და ჩვენ ახლა როდესაც ეს ლაპარაკობს ამ ქარტიაზე, ამ დეკლარაციაზე, დარბაზის შექმნაზე, ეს იმდენად მოთხოვნად იქნება მთელ ქვეყანას მოედება და აქ თანხის შეგროვების საკითხი ძალიან ადვილად ხდება ესეთი რაღაცები, თავარი ახალგაზრდული ცენტრის შექმნა და დაჯერება. ეს ყველაფერი მოგვარებადია, ყველანაირად ამას მოგვარებთ მოგმირდები. მე ერთი რაღაცა მინდა თქვა. აი არა, გავიგე, თქვენ იდეას უნდა დაფინანსო. აი ნახეთ სახში დაფინანსება ხდება ესე რომ რაღაცა 10 სახში მოდიოდით ნახე რომ იქ რაღაცა არიან ახალი საწოლისას კინოსის მაღაზია რემონტი გააკეთეს და შენიშნებია ეს ხალი პროფიტია და კაცი ახალისებდა იმას. ანუ ამ სფეროში როცა რევასტოთია ლაპარაკობს შუაში რო არის მძლეველი მასთან გვაქვს ვიღაცას კავშირი იმას საიდიც უნდა ქონდეს. მოდერატორიც უნდა ყავდეს და თავის საქმეს ხუთიანზე უნდა აკეთებდეს და მონიტორინგის უნდა მიდიოდეს სწორად აკეთებს თუ არა. ჩვენ თუ იდეალური წესრიგი არ გვექნა ჩვენთან პარტნიორებთან და ეს პარტნიორები თუ არ იქნენ ჭეშმარიტი ქართველები არც არაფერი გამომგვივა, მაგრამ როგორც კი შედეგის დადებას დავიწყებთ, ჩვენ რაოდენობრივად გავიზრდეთ. ახლა ნახე რა ხდება. ეს მინდა კარგად გაიგო და მე 100% ვიცი რომ შენი შეკითხვა ყოველთვის ისტორია, მაგრამ გახასიათებს ერთი რაღაცა, სწორ პასუხს თუ გაზრევადი არის პასუხს, ხო? რაოდენობრივის და ყოველთვის გადადის თვისობრივ ზრდაში. დიახ, შინაარსი და ფორმა იწევს მერე მატერიალური და ეს ყველაფერი ერთმანეთში მერე გადადის იმ იდეოლოგიაში, რასაც ეროვნულ დოქტრინას დავარკვევდი. აი ახლა უყურე რასთან გვაქვს საქმე ჩვენ, როცა სწორი მიმართულებით მივდივართ, შიგნით მოხდება ესე იგი ფაქტიურად პედაგოგთან, ფილოსოფოსთან, ფსიქოლოგთან და ფაქტიურად თემურ მიდის ახალი ქართული სოციალური სელი შექმნა, რომელიც უფრო ნახვარდი იქნება და მოთხოვნადი ვინმე ყველა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მშვიდობაა მთავარი. აი ამ ახალი სოციალურ სელში იმხელა აპლიკაციები დაიწყებს მუშაობას. აქ ფულის პრობლემა არ არის, მაგრამ მთავარი არის რომ ეს უკვე ბევრი ადამიანი თავდებით იმაში, რომ საქართველოს თავის მასმინძლობიდან გამომდინარე, თავის ეთნოსოფლებიდან გამომდინარე, ჩვენი ეკოლოგიიდან გამომდინარე ისეთ რაღაცას ვით, როცა დღეს ყველაზე მოთხოვნადია. იგივე გიორგი გუნიავა, რაღაც ტალღები ყოფილა ესეთი ორგანიზაცია, რომელიც უდიდეს გრანტებს იძლევის ეკოსოფლებზე. ჩვენ როდესაც ლაპარაკობ და ირაკლი გაგნიზე მარაგ არიცი და ინფორმაციას მოგაწოდებ და ნამდვილად გაგიხარდება. ჩვენ უკვე გვაქვს მოლაპარაკება პროგრამისთან, რომელმაც უნდა გააკეთოს ესე იგი ლოგო, სადაც უკრაინელი, ქართველი და რუსი ქართულთან საწმოში იქნება. სამირა ფირცხელავა გამოგეხმაურა და ლალი ბურდოს მივწერეთ წერილი, ისევე როგორც ბორდო ბურდაძეს სატირულ ჟურნალთან დაკავშირებით საფრანგეთში და მოკავშირდი. აი უკვე არა მე რამე მინდა რა გითხრა, თავისი ოდაბადე, მაგას პასტავს გეუბნები. უკვე თავისი ოდაბადე დაუთმო ვანში და იქ რა ხდება იცი, როდესაც თუ და ეს თუ და მოვაშოროთ უკრაინელებთან ერთად იქ გასართობის ცენტრი უნდა გაგერდეს ქორწინების ისინმაც მოფერება აღია რა ხო რატომ აზერბაიჯანელებთან და სომხებთან ომის შეჩერებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანსა და სომხებსაც აზერბაიჯანელი საკურორო კავშირი მაგრამ რა მინდა თემურ გითხრა თემურ სომხური და დაგეს ჩვენთან ერთად თემურ რა მინდა თქვა სხვა დავამთავრებ თავარი მინდა გითხრათ რომ რა ხდება ესე იგი მოვიწვევთ მათთან ერთად და აქ ისინი სუსტად თავის ქვეყნიდან პერმაკულტურის ცენტრი ანუ მიწის შესაძლებლობები სასწაული გაგერდება პირდაპირ ამას ლაპარაკობ თქვენ ნახავთ მაგას იქ სასწაული გაგერდება ჩვენ არ ვიცით უსასრულოდ როგორ მომიწიოთ სულ აქ რაზმაძეა
ჯალიაშვილია ძალიან ძლიერი სპეციალისტები, მაგრამ თუ საჭირო გახდა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოვიყვანთ, მაგრამ დამერწმუნეთ ერთ რამეში, რომ ჩვენ მაგლებმა არანაკლებ იციან. ამიტომ ბევრ რაღაცას რასაც ვიტყვით, ხელთვალწინ ამას უარეს გავაკეთებთ. ნუ ახლა მე ესეთ კითხვებს ვსვამ, რომელიც მაყურებელსაც საინტერესებს, ახლა აქ იყო საუბარი, ნუ კონკრეტულად რამოდენიმეჯერ გაჟღერდა, რომ უკრაინელები, რუსები და ქართულ ტანსაცმელში და ესე იგი, მოდით კავკასიელებიც უნდა ჩავდოთ ამ იმაში, და არა მარტო კონკრეტულად გამოვყოთ, იგივე ვთქვათ, არაფერი დამუშავებული ბელორუსიას ჩვენთვის, ხო? ჩვენ ხაზახებსა და უზბეკებსაც, ხო? მაშინ ჯავში დავაბრუნეთ, არასტანდარტულად მოაზროვნეთ და არა, ჩვენ თავისთავად მოხდებია, რაც საუბრო კავშირებში გვარების შეკრება მოხდება, ეგ იმდენი რუსიდან შემოვიდა, ბელორუსი თავისთავად შემოვიდა. ჩვენ ხვალ მოვდივართ რალიკო ბუჯანაძესთან, თემი გადაწყვეტა სამოვა ჩვენთან თუ არა და ხვალ სიყვარულის ქალაქში ქუთაისში დავაუზნებთ საპორტოს ქალაქია სიგნალი, ესეა. ბატონო, ხო, რუსლანების ქალაქი. ბატონო, იქ დავაუზნებთ საყოველთაო მშვიდობის სოფლიო ცენტრს და ეს ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირება საქართველოში. აი ეს მინდა გითხრათ, აი აქედან დამთავრების შემდეგ ალიკო ბურჯანაძეს აქედანვე ვთხოვ, არავით არის ჩვენ არ გვინდა დიდი სოფლის გაშლა, ჩვენი შესაძლებლობით ერთად გავაკეთებთ იმ ინტერვიუებით იმ ადამიანს, რომელიც ამ რუსულ ლუქვა უნდა გავაკეთოთ. დღეს ესეთ რაღაცას წავაწყდით ტელევიზიაში, რომ ბურჯულაძე მთხოვა კახი ქალაძეს მოგვეციო მიტინგის ჩატარების უფლება და დაგვიქირავებო სტადიონი. კახი გამოვიდა და სტადიონი კერძოოდა, მე რა დაგიქირავო თოკაც. და მე პატარა რაღაცას დაგიქირავებთ. თქვენ დავრჩილიშვილებო. 10% არ ახათ ვისაც თელი თანხები გაქვთ მითვისებული. 90% პატიოს სანიკაცივა ყოფილიყო. ხო ვერ მოატყუებდი და ხო ვერ წაათვევდი ამ ფულს. კარგი, რა პატიოს ახალს ისიც კაი ჩიტები არიან ისე რომ გამოდიან და მიტინგი და მიტინგი როიძახი ერთხელ მაინც თქვენ ეს სამუშაო ადგილები, საწავი და ეს ფული ხალხს რა ეშველება. აი თქვენ ჭიდაობთ ის ორი ჯგუფი ერთმანეთთან, რომლებიც ხალხს არ მოწყობთ რა დადგეთ. იმას თამაშობთ რა პინბოქს. ლორდ კიპანიძეს რო ქონდა, ხო ის ნაწარმოებში ორი თავადი რო თამაშობდნენ და სანადირო ხალხი გამრავლდა, სანადირო ადგილები აღარ იყო და რა ვქნათ, მაგის მოგვარებას რა უნდა ყოფილიყო. ივიდე და აკრა ერთმა ნაცრალა და დააცხარა და იმ დელი იმას თავისი გლეხი მეარა და აბა მე სოფელი და 2 წელი უბიქოდა გაყიდეს სოფლები თავის გლეხიან კაციანად საქონლიან და დარჩათ ყეღრები მიტოვებული და გადის 2 წელი მე დავიღუპეთო უდრებოდ შევარიდოთ შეარიგეს და იგივე სცენარია თამაშობდნენ კოლია და გოლია და რაია ბიჭო ასეც გიდა ინადირი ახლა ვეუბნებო ვორჩაკოლები ისი ახლა რა გინდა რას ხოცავთ ამ ქართულში თემურ ერთი მინუს რომელსაც ხედავ მე ამ შემთხვევაში და ეს მინუსი თუ არსებობს მაშინ დარჩება ხვატმა გადებლისა თუ არა და ვერცმული რომ მიკუხებს მართლისა და დაიერისა არა უნდა შევიდეთ თუ არა სიმართლე უნდა უთხრათ ელი არ არის ბოლომდე ზეწყვარზე მდგარი და კიდე ბოლომდე არ არის შეცვლილი, მაშინ ისინი ამას თუ არა და ყველაზე დიდი პრობლემა მეორე იკვეთება, ჩვენ თუ ამას არ დავისმენთ ახლა, ცუნამურად მოხდება ეროვნული მუხტის აფეთქება და გარე დაწალები დაებატონებიან და სულ სხვა მიმართულებით დაეწყებიან ქვეყნის განვითარებას. ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეს ჭეშმარიტი ქართველების პლატფორმა, რომ ერმა ინტუიციიდან გამომდინარე მოგვენდონ. დანარჩენი ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენზე უფრო შემოგვიერთდებიან ძლიერები. არ მოხდება ეს ასე, როგორც სხვები ფიქრობენ, რომ ესე იგი ვიღაცები არ დადგა ჩვენს გვერდით და ის იქნება სიცხვილი. არა, ჩვენს გვერდით ილიასებმა დადგებიან ისინი, ვისაც ცხვენია, რომ არ დადგა. შეცხვებათ, მაგრამ და ესეთები გამოჩნდებიან აუცილებლად. ამიტომ 1-2 იქნება და მე ეს მასიურად დაბაზების პირველი დიდი მადლობა გადავუხადოთ. დიდი მადლობა მეგობრებო და თუ შეიძლება წერილობით რაღაცები მოგწერეთ რა გაინტერესებს. მოგვაწოდონ თავისი შეხედულებები და შევიდეთ გადაცემაში გავსვით. და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ იმას, რომ აი ეს ახალი ცენტრი ითანამშრომლებს იმასთან, ვინც აღიარებენ ჭეშმარიტ ქართველობას და აღიარებენ
სამართლებრივ სივრცეში ის დაუბრუნებას, გაზრიანება და თავდადება სისხლზე ასხამს ხალხს და რაც აუცილებლად გადავაწყვეტ. მე მზადვარ უპასუხო ყველა უმთავრეს შეკითხვებს, რაც სახელმწიფოებრივ აზროვნებას ეხება.